გადაცემის სტუმარია სტარტაპ მალე დელივერის დამფუძნებელი და Your Cart City-ს დამფუძნებელი ლანა გიორგიძე. ლანა, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ხართ. მოგესალმებით, პირიქით, მადლობა, რომ მომიწვიეთ და აქვს შესაძლებლობა ვისაუბრო. თქვენი თავი რომ გააცნოთ ჩვენს მაყურებელს, რადგან პირველად ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე ვარ ლანა გიორგიძე, სტარტაპ მალე დელივერის დამფუძნებელი და ასევე ორგანიზაცია Your Cart City-ს დამფუძნებელი. ძალიან საინტერესოა მალე დელივერის ისტორია, როგორ შექმნით ის? ბაღდათის განვითარების ფონდმა გასულ წელს გამოაცხადა პროექტი სტარტაპ მეწარმე, რომელშიც მივიღე მონაწილეობა. პროექტი იყო თეკეტა ჰოლდინგის მხარდაჭერით ჩატარებული, გამოვლინდა 2 გამარჯვებული და ერთ-ერთი ვიყავი მე, ჩემი იდეა წარმატკინე მიტანის სერვისი მუნიციპალიტეტებისთვის, რომელმაც მოიპოვა სრული მხარდაჭერა ბაღდათის განვითარების ფონდის. და როგორც ვიცით, მალე დელივერს უკვე აქვს საკუთარი ვებგვერდიც და ამის შესახებაც რომ გვიამბოთ. მალე დელივერის ვებგვერდზე დეველოპერები თითქმის 1 წლის განმავლობაში მუშაობდნენ და ვებგვერდი შექმნილია უკვე, ფუნქციონირებს და მასზე განთავსებულია ბაღდათში არსებული ობიექტები და შეუძლია მომხმარებელს უკვე შეიძინოს ბაღდათში არსებული ობიექტებიდან სასურველი პროდუქტი. და როგორც ვიცით, გარშემო ტერიტორიასაც ფარავს მალე დელივერიას, ხო? ბაღდათის მუნიციპალიტეტს და ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლებს ფარავთ სრულად და შეუძლია მომხმარებელს ნებისმიერი წერტილიდან შეუკვეთოს მალე დელივერის და ჩვენ ნებისმიერ ადგილზე მივუტანთ ბაღდათში. ძალიან დიდი კომფორტია ეს მომხმარებლისთვის. ვინ არიან თქვენი ძირითადი მომხმარებლები? ჩვენი მომხმარებლები არიან ძირითადად ადამიანები, რომლებსაც ოჯახის წევრები ჰყავთ ბაღდათში და ისინი ცხოვრობენ ან თბილისში ან საზღვარგარეთ და ადამიანები, რომლებსაც ჰყავთ მცირეწლოვანი შვილები და არ აქვთ დრო რომ გავიდნენ ან სოფლებში ცხოვრობენ და დაშორებულები არიან ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან საკმაოდ და სჭირდებათ ტრანსპორტი. ამ ადამიანებს შეუძლიათ სრული კომფორტი შეიქმნან და გამოიძახონ მალე დელივერი, რომელიც სახლში მიუტანს მედიკამენტებს და სასურველ პროდუქტს. ასევე არიან ადამიანები, რომლებიც დასაქმებულები არიან ბაღდათის მუნიციპალიტეტში და მათ შეუძლიათ რომ სასურველ დროს გამოიძახონ სასურველი პროდუქტი. თუ შეგვიძლია ვთქვათ, რა არის მალე დელივერის ძირითადი უპირატესობები ბაზარზე? მე ნამდვილად აღვნიშნავ, რომ ეს რეგიონებისთვის გავსი ტიპის მიტანის სერვისები ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მაინც რა არის ის ძირითადი, რაც მალე დელივერს გამოარჩევს? პირველი რაც უნდა აღვნიშნო, ეს არის რომ პირველი ქართული მიტანის სერვისია, რომელიც მუნიციპალიტეტებისთვის შეიქმნა და მუნიციპალიტეტების მოსახლეობის კომფორტის შექმნაზე იზრუნებს. რა თქმა უნდა, პირველად ვიწყებთ ბაღდათიდან და ამის შემდეგ ვაპირებთ გეგმები გვაქვს, რომ სხვა მუნიციპალიტეტებიც მოვიცვათ, თუმცა პირველად ბაღდათს დავფარავთ და მივაწოდებთ სასურველ პროდუქციას და გარდა იმისა, რომ ჩვენ პირველი ქართული მიტანის სერვისი ვართ მუნიციპალიტეტებისთვის, ასევე კომფორტთან ერთად მცირე დანახარჯებით ვთავაზობთ ადამიანებს სახლში მიტანას სასურველი პროდუქციის. ლანა, შემიძლია არ გკითხოთ ფასებზე, რამდენად იცვლება პროდუქტის ფასი, როდესაც ის მომხმარებლამდე მიდის? პროდუქტის ფასი თითქმის იდენტურია და გარკვეული 90% იდენტურია, რაც ადგილზე დახვდებათ, რასაც ემატება მხოლოდ მიტანის ღირებულება და მიტანის ღირებულების საფასური, რომელიც აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბევრად განსხვავდება, ვიდრე საკუთარი ტრანსპორტით მომსახურება იქნება ან ტაქსით მომსახურება იქნება, ბევრად იაფია, ვიდრე ამას სხვა შესთავაზებდა. და როგორც უკვე ახსენეთ, გაქვთ გაფართოების გეგმას და ვფიქრობ, ეს ძალიან სასიამოვნო სიახლე იქნება ნებისმიერი რეგიონისათვის, იმიტომ რომ ეს მათ დამატებით კომფორტს შეუქმნის. აუცილებლად გეგმავთ რომ დავფაროთ, შემდეგ უკვე ზესტაფონი და სხვა მუნიციპალიტეტები და იმედი მაქვს რომ უკვე გადავალთ შემდეგ სხვა მუნიციპალიტეტებშიც მოსახლეობა უკვე გველოდება, გვწერენ აქტიურად, გვწერენ სხვადასხვა ქალაქიდანაც, რომ მათაც სურთ ესეთი კომფორტული გარემო შეიქმნას მათ მუნიციპალიტეტებშიც. მინდა ერთ სხვა თემასაც შევეხო, თქვენ აქტიურად ზრუნავთ ბავშვების საგზაო უსაფრთხოებაზეც და შეიძლება ეს ჩვენი გადაცემის პირდაპირი თემატიკა არ არის, მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ამიტომ მინდა ამის შესახებაც გკითხოთ და უამბოთ ჩვენს მაყურებელს. Your Cart City შეიქმნა 2020 წელს ბავშვების უსაფრთხო მგზავრობისთვის, რათა ბავშვები დავიცვათ
მგზავრობის დროს და ეს არის ხელშეწყობა მშობლებისთვის. ჩვენ ხელს უწყობთ მშობლებს სწორად შეარჩიონ და სწორად დაამონტაჟონ სამგზავრო სავარძლები. 2020 წლიდან დღემდე 10,000-მდე მეტ მშობელს დავეხმარეთ და გაუწიეთ უფასო კონსულტაცია. და თუ მშობელს სურს რომ მიიღოს კონსულტაცია, ჩვენ დღესაც მზად ვართ, გაუწიოთ კონსულტაციები მშობლებს, მოგმართავენ ისინი Facebook-ის საშუალებით და ვეხმარებით, მოგწერენ ბავშვების ასაკს, წონას, სიმაღლეს და ამის შემდეგ უკვე ვეხმარებით, რომ სწორად შეირჩეს ბავშვისთვის სამგზავრო სავარწელი. რა თქმა უნდა, ჩვენი ორგანიზაცია ჩართული არ არის გაყიდვებში და ამის დაინტერესება არ აქვს გაყიდვების. ჩვენი ერთადერთი დაინტერესება არის, რომ ბავშვები მგზავრობდნენ უსაფრთხოდ. და თუ შეგვიძლია აღვნიშნოთ, რა არის Your Car City-ს მთავარი მომსახურების სფერო, რა კონსულტაციას უწევთ თქვენ მშობლებს, რა სერვისს თავაზობთ მათ? ჩვენი სერვისი შემოიფარგლება ონლაინ მომსახურებით და ეს არის უფასო სერვისი. მშობლები გვწერენ, ჩვენ პასუხობთ, მათი ძირითადი მომართვა ხდება Facebook-ზე, თუმცა Instagram გვერდიც გვაქვს და ასევე TikTok-ზეც არის განთავსებული ჩვენი გვერდი და ასევე აქტიურად ვართ მედიაშიც, მედია კამპანიებიც გვაქვს, ჩვენ ჩართულები ვართ, სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობთ და ჩვენი სამომავლო გეგმებიც, რა თქმა უნდა, უკავშირდება ბავშვების უსაფრთხოებას. ჩვენი ერთადერთი დაინტერესება არის, რომ ბავშვები მგზავრობდნენ უსაფრთხოდ. და თქვენი შეფასებით რატომ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა აი ამ თემას, რომ მშობლებმა გაითვალისწინონ, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების უსაფრთხოდ მგზავრობა? იმის გათვალისწინებით, რომ არ არის სამგზავრო სავარწელი სავალდებულო, მშობლები არ იყენებენ და შესაბამისად ძალიან დიდია მაჩვენებელი ბავშვების დაშავების და სიკვდილიანობის და მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ერთადერთი გზა ბავშვის უსაფრთხო მგზავრობის არის სამგზავრო სავარწელი. 90%-მდე იცავს იგი ბავშვის სიცოცხლეს. შესაბამისად, თუ სწორად გამოიყენებს მშობელი სამგზავრო სავარწელს, ბავშვიც უსაფრთხოდ იმგზავრებს. მას არ გააჩნია ალტერნატივა. ამიტომ ჩვენი ერთადერთი მოწოდება, რომ გამოიყენონ მგზავრობის დროს სამგზავრო სავარწელი. ნამდვილად ძალიან საინტერესო პროექტებში ხართ ჩართული, ძალიან მნიშვნელოვან თემებს ეხებით და საინტერესოა სამომავლო გეგმები რა გაქვთ? ფიქრობთ თუ არა რაიმე ახალი პროექტის დამატებას თუ ორიენტირებული იქნებით აი ამ პროექტების განვითარებაზე? ამ ეტაპისთვის ვფიქრობ, რომ ჩემთვის ეს ორი პროექტი საკმარისია. უნდა განვავითარო Your Car City-ც და Mali Delivery-ც და მათ სრულყოფას შეუწყო ხელი და შემდეგ არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ რამე პროექტს ასევე ჩავერთო პროექტში. და აუცილებლად ჩვენ გადაცემაში ამის შესახებ ჩვენი მაყურებელი გაიგებს. ნამდვილად ძალიან საინტერესო თემებზე ისაუბრეთ. მადლობა რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყავით და კიდევ არაერთხელ გელოდებით ამ სტუდიაში. დიდი მადლობა.